ისაც გინდათ ასეთი ფლავი მოამზადოთ, ქათმის ფლავი მოამზადოთ ხათოსგან, აი ესეთი საოცრება სანდრო თეფშით მადგას, ნახეთ როგორია სასწაული, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, სასწაულია. გესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო ხათოს და სანდროს სამზარეულოდან, როგორც ყველა ოჯახს დარწმუნებული ვარ ყველა ოჯახს, აი მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობ რა მოვამზადო სადილი და აი ყოველთვის ეს თავსატეხი გვაქვს მე და სანდროს. ჩვენ სამსულიანი ოჯახი ვარ და ეხლა წარმომიდგენია ღმერთმა გამრავლოთ თქვენ მრავალშვილიანი ოჯახები რო ხართ, რა დღეში ხართ, მით უმეტეს როდესაც აი ეს ფასები უკვე მაგიჟებს და არა მარტო მე მაგიჟებს, აი ხორცი რო უკვე აი ხორცის ფარში რო უკვე 33 ლარზე ავიდა და ნუ მე არ ვიცი ალბათ რაღაცა უნდა მოხდეს და უფალმა უნდა გუშველოს და რაღაცა უნდა მოხდეს, თორემ მე არ ვიცი საერთოდ რა გუშველება. და აი ესეთი ფასების პირობებში აი სულ ვცდილობ რომ რაღაცა ბიუჯეტური მოვამზადო ისეთი რომ ჭამა ყველა ადამიანს უნდა, ხო? ახლა მშიერი ვერ ვიქნებით და აი დღეს გადავწყვიტე რომ მოვამზადოთ საკმაოდ ბიუჯეტური უგემრიელესი, ვიმეორებ სწორად მომზადებული ბრინჯის ფლავი ქათმით და ბიუჯეტური, იმიტომ არის რომ ამ ფასებთან შედარებით ახლა 4 ცალი ბარკალი ვიყიდე, მოვხარშე, კანი რა თქმა უნდა მოვაცალე და გირჩევთ ყველას რომ წამოვხარშე კარგად, მე გავრეცხე ხორცი და აი ესეთ ნაჭრებად დავჭერი. აი ნახეთ, ჩვეულებრივად დავჭერი ნაჭრებად. ეხლა ამას სჭირდება ფერებში ბულგარული, ამას სჭირდება 2 ცალი სტაფილო, ხახვი 2 დიდი თავი. ეს ნიორი, რომელიც ესე მთლიანი უნდა ჩავდო და მე გადავაგდებ, ჭირდება პაპრიკა, ჭირდება ძირა, ჭირდება სვანური მარილი, რა თქმა უნდა ბასმათის ბრინჯი, რომელიც მარკეტებში ვერ მიეკარები 200 გრამი, 8 ლარი, 9 ლარი, 10 ლარი, 12 ლარი და ამიტომ ნავთლუხის ბაზარში მეველეს 3 ნომერში თეოს სუნელებში 25 ლარი ღირს, 5 კილოიანი და ესეთი დიდრონია. ბასმათის ბრინჯს რეცხავ ხოლმე, აი მანამ, აი როგორც ღერღილს უნდა რეცხვა, სანამ მთლიანად სახამებელი არ გამოუვა. ეს დაიმახსოვრეთ ჩემგან კარგან. ეს არის კარგი ხარისხის ძირა, რომელსაც ასევე, ეს არის კარგი ხარისხის პაპრიკა, რომელსაც ასევე თეოსთან ვყიდულობ და მე ხვალ აუცილებლად მივალ თეოსთან და ლოკაციას კიდე დავდებ და ეს არის ზეითუნის ზეთი, ძალიან კარგი ხარისხის, რომელსაც თეოსთან ვყიდულობ ასევე, მეველეს 3 ნომერში და ვიცი, აი მესმის რომ ძალიან ძვირი ღირს ზეითუნის ზეთი, მაგრამ რაღაცნაირად ხალხო უნდა ვეცადოთ რომ ზეითუნის ზეთზე მოვამზადოთ და აი ეს რაც 5 ლარიანი და 6 ლარიანი და რასაც ბაზრობებზე და მაღაზიებში ეს იაფიანი ზეთები იყიდება, ის არის საწამლავი. აი თუ რამე გვიჩნდება ორგანიზმში, სიმსივნე, უბედურებები და ხედავ თქვენ რომ აი უკვე ვირუსივით არის ეს სიმსივნე, ხო? გრიპივით არის გაიხედავ და სიმსივნე მაგ გამოიხედავ სიმსივნე მაგ, აი ეს არის ზუსტად აი ესეთი ზეთების, სხვა საკვებისაც რა თქმა უნდა და ჰაერისაც დაბინძურებულის, მაგრამ აი ვეცადოთ რომ ზეთი ყოველთვის იყოს კარგი და ზეითუნის ზეთი. ახლა ამას მე ჩავასხავ პირდაპირ, აი დაახლოებით 150 გრამი ზეთი დაგჭირდება. პირდაპირ აი ესე ჩავასხავ. სამწუხაროდ ყველას უნდა შეეძლოს ზეითუნის ზეთის ყიდვა, იმიტომ რომ ძალიან სასარგებლოა და ეხლა ნახეთ, პირდაპირ ჩავაყრი სტაფილოს, აი ესე პირდაპირ ჩავაყრი სტაფილოს და ზეთთან ერთად, ჩემო საყვარელო მეგობრებო, კარგად მოვშუშავ. აი ოდნავ მოშუშვისკენ რო წავა, მე რას ჩავაყრი, იმას გაჩვენებთ. ჯერ მოიშუშოს ეს კარგად. აი ისეთი ბრინჯის ფლავი უნდა გასწავლოთ ხათოსგან, რომ აი მთელი ოჯახი დანაყრებულები იქნებით და თან ბიუჯეტურად. ახლა ქათმის ბარკალს როგორღაც ღვთისწყალობით ვიყიდით, ისეთი ძვირი არ ჭდება ჯერჯერობით. სანამ კარგად იბრაწება ჩვენი ხახვი და სტაფილო, აუცილებლად უნდა გაუკეთოთ და არაგი მწარდებათ თუ გეშინიათ, აი ესე კურკუმა. და კურკუმა როდესაც ხახვთან ერთად ხრაკება, არასდროს არ არის მწარე და ფლავს კიდე ძალიან მოუხდება და აი ესე
კურკუმას ჩავამატე. და ეხა კარგად უნდა მოიბრაწოს, რომ სხვა ინგრედიენტებიც დავუმატო. მოიხრაკა უკვე და აუცილებლად ფერებში ბულგარული, ვისაც ყვითელი ბულგარული თუ იშოვით, ახლა არ იყო მარკეტში ყვითელი ბულგარულიც. ნახეთ რა ფერებია. ფლავიც არის და ფლავიც, შემოსაყვარელო მეგობრებო. ეს არის ფლავის ფლავი. ნახეთ როგორ მოიხრაკა. ნახეთ, ფერი შეიცვალა უკვე, მოვიდა ბოსტნეული და ეხლა ჩავამატებ მის უდიდებულესობა ქათმის ხორცს, ესე დავუმატე. ეს ფლავი კეთდება 4 ჭიქისგან და აი კაი დიდ ოჯახს რომ 2 დღე, ნახეთ რა სილამაზეა. ხო. საოცარი ფლავის რეცეპტი ხათოსგან. ეხლა ამასაც კიდე 10 წუთი მოვშუშავ და დაგიბრუნდებით შემდეგი ინგრედიენტებით. ეს არის ჯადოქრობა. და 10 წუთი და უმატებ შემდეგ სუნელებს. ეს არის აუცილებლად უნდა 1 ჩაის კოვზი ძირა, აუცილებლად პაპრიკა უნდა, აი ესე ბლომად. ესე ბლომად არ ვინანებ პაპრიკას. სვანური მარილი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქვე გავუკეთებ თეთრ მარილსაც, იმიტომ რომ არ ეყოფა მარტო სვანური მარილი და ამოურევ ამ ყველაფერს. უკვე რა სურნელი ტრიალებს. ეს რა არის, რა კერძია. ნახეთ, ესე ამოურევ ყველაფერს. შავ პილპილიც უნდა, მაგრამ შავ პილპილს სულ ბოლოს უკეთებ, უკვე ფლავი მზად რომ აქ რო არ გამიშაოს, ხო ხდებით? აი, ესე. ეხლა კიდევ 5 წუთი და უკვე ბრინჯს ჩავაყრი. გავიდა კიდევ სადღაც 10 წუთი და ეხლა ჩავაყრი კარგად გარეცხილ ბასმათის ბრინჯს. ნახეთ რა სილამაზეა, როგორ გამოიყურება. ეხლა ნიორს აუცილებლად თავი და ბოლო მოაჭერით და აი ესე ღრმად, აი ესე შუაში ჩარგეთ და ეხლა დავასხავ 4 ჭიქა ხო აბრინჯი 8 ჭიქა წყალს და მარილზე გავსინჯავ, დავახურებ და 9 საათში გაჩვენებთ რა ფლავი იქნება მზად. დავასხი ზუსტად 8 ჭიქა წყალი მარილზე გავსინჯე და არის ფანტასტიკური. ეხლა თავსახურს თუ გინდათ რომ ესეთი ფანტელი გამოგივიდეთ, თავსახურს ჯერ არ ვახურებ. ეხლა ველოდები როდის დაიწყებს დუღილს. რო დაიწყებს დუღილს, მერე დავახურებ, დაუწევ და 9 საათში გემრიელესი ქათმის ფლავი მზად მექნება. დაიწყო ჩემო აქტიური თუხთუხი და მხოლოდ ეხლა დაუწევ ძალიან ბოლომდე, აი მინიმუმამდე დაუწევ. აი ნახეთ მინიმუმი რაც აქვს დაუწიეთ. დავაფარებ თავზე და გაჩვენებთ ზუსტად 9 საათში რა გამოგვივა. გადავაფარე ჩაისტილო და 9 საათში გაჩვენებთ როგორი ფლავი გამოვა ქათმის. ესეც დასრულებული. ნახეთ როგორი ფანტია. შეხედეთ როგორია. და თქვენთან ერთად გავუკეთებ, აი ეხლა უკვე გავუკეთებ, აი ამდენს ცოტას გავუკეთებ სანდროს ძალიან ბევრი არ უნდაო რომ, აი შავ პილპილს რა. აი და აი ესე ამოურევ კარგად. და ჩვენი ბრინჯის ფლავის დასრულებულია, რომელიც აი მთელ ოჯახს ეყოფა, აი ამის გემოს რო გასინჯავთ, აი ნახეთ როგორია. ხვალ კიდე უკეთესი იქნება, შეხედეთ. აი ეს არის დასრულებული ვარიანტი.